დღეს დაიწყო და 2 დღეს გაგრძელდება მშვილდოსნობაში დამსახურებული მწვრთნელის სპორტის ოსტატის თამაზ ფუტკარაძის სახელობის ღია პირველობა. შეჯიბრში 40-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. თამაზ ფუტკარაძის სახელობის ტურნირი წელს პირველად ტარდება. გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან. თამაზ ფუტკარაძის 2000 წელს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა და საქართველოს ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. შეჯიბრა ხალვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და სასპორტო სკოლის ორგანიზებით იმართება. ხალვაჩაური ძალიან აქტიურობს, ძალიან კარგ ღონისძიებებს თავაზობს ამ ბოლო დროის განმავლობაში, მშვიდოსნობაში დღეს ბატონი თამაზ ფუტკარაძის სახელობის ტურნირი ტარდება. Ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია ჩვენ სპორტსმენებისთვის, ვინაიდან წელს არის სალიცენზიო წელიწადი ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვებისათვის. ამ ღონისძიებაზე გამოდის 4 სპორტსმენი, რომელმაც უნდა იბრძოლოს ამ ლიცენზიების მოპოვებისათვის. ეს ღონისძიება საერთოდ პირველად ტარდება აჭარაში, განსაკუთრებით თამაზ ფუტკარაძე ჩემი მეუღლე არის, პირადი მწვრთნელიც არის და ჩემთვის დიდი სიამაყე და ბედნიერება არის, რომ ამ შეჯიბრში ვიღებულობ მონაწილეობას.